კომპანია იტონ კავკასუსმა სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებსა და პარტნიორ კომპანიებს ახალი პროდუქტები და განახლებული სივრცე წარუდგინა. ღონისძიება კომპანიის საწარმოოს ტერიტორიაზე გაიმართა და მას სფეროს ათეულობით კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო. ღონისძიების ფარგლებში სტუმრები იტონგის აირბლოკის უნიკალურ თვისებებს, ახალ პროდუქტებსა და მათ ტექნიკურ მახასიათებლებს გაეცნენ. კომპანიის წარმომადგენლებმა დამსწრეებს ის თანამედროვე სამშენებლო გადაწყვეტილებები გააცნეს, რომლებიც ენერგოეფექტურობასა და ხარისხიან მშენებლობაზეა ორიენტირებული. ჩვენს პარტნიორებს და ჩვენს პოტენციურ პარტნიორებს წარუდგინეთ ახალი პროდუქცია რამდენიმე სახეობის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის როგორც ჩვენთვის, ასევე ქართული სამშენებლო ბიზნესისთვის. ძალიან დიდი დაინტერესება გამოიწვია ამ პროდუქციამ. ენერგია, რომელსაც ადამიანი მოიხმარს, არ არის განუსაზღვრელი რაოდენობის, ამიტომ ყველა ცივილიზებული ქვეყანა ცდილობს რაც შეიძლება ნაკლები ენერგომატარებელი დახარჯოს. ამიტომ შეიქმნა 100 წლის წინათ იტონგი გერმანიაში და უკვე 100 წლის განმავლობაში ევროპის ქვეყნებს ამარაგებს ამ აირბეტონის ბლოკით. იტონგის ბლოკის მთავარი უპირატესობები ხანძარმედეგობა, მაღალი ხმის იზოლაცია, ყინვაგამძლეობა და სიმსუბუქია. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ეს მახასიათებლები მშენებლებს შესაძლებლობას აძლევს უფრო მაღალი ხარისხის და ენერგოეფექტური პროექტების შექმნად. მიუხედავად იმისა, რომ იტონგის ბლოკი ტრადიციული ბეტონის ბლოკთან შედარებით მაღალი ღირებულებით გამოირჩევა, მისი გამოყენება მშენებლობის პროცესში მნიშვნელოვან ეკონომიას უზრუნველყოფს. კერძოდ, პროდუქტი ამსუბუქებს კონსტრუქციას, რაც ნაკლებ არმატურასა და ბეტონს საჭიროებს. ამასთან იტონგის ბლოკს არ სჭირდება დამატებითი დათმუნება, შენობის აშენება კი სამჯერ სწრაფად ხდება. კომპანიაში განმარტავენ, რომ მშენებლობის მენეჯმენტში დრო ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია, სწორედ ამიტომ თანამედროვე პროექტებში ენერგოეფექტურ და სწრაფ სამშენებლო მასალებზე მოთხოვნა იზრდება. კომპანიის ინფორმაციით ამ დროისთვის ქვეყანაში მიმდინარე ყველა პრემიალური პროექტი მათი ბლოკის გამოყენებით შენდება. ამასთან 2021-დან დღემდე 2-დან 8%-მდე გაიზარდა მოთხოვნა ფიზიკური პირების მხრიდანაც. გერმანული ბრენდის ქარხანა, რომელიც აწარმოებს ის მასალებს, რომელიც გამოიყენება მშენებლობაში, 5-ჯერ უკეთესი იზოლაცია აქვს ვიდრე ჩვეულებრივ ბლოკს, არის უმაღლესი ხარისხის ხანძარგამძლეობა აქვს 5-ჯერ მეტი ვიდრე ჩვეულებრივ სამშენებლო ბლოკს და ასევე არის ძალიან ეკონომიური მშენებლობაში არის ვინმე მსუბუქია, რომ გაცილებით ნაკლებ არმატურის მოხმარება ჭირდება ვიდრე ჩვეულებრივ შემთხვევაში. ეს არის დიდი ფუფუნება, რომ საქართველოში იყოს ეს ქარხანა. დაახლოებით 20 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდო თავის დროში ამ ქარხანაში. არქი თავიდანვე, როდესაც ეს ქარხანა არ არსებობდა, იტონგის იმპორტს აკეთებდა და შემოქმნა გერმანიიდან და როცა ქარხანა გაიხსნა უკვე რა თქმა უნდა აქედან არის, მაგრამ ნენელა ყველა დეველოპერი გადმოერთო იტონგზე, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის უკვე სახელმწიფოს რეგულაცია ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში. ტურის ფარგლებში სექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ ენახათ წარმოების სხვადასხვა ეტაპი და დეტალური ინფორმაცია მიეღოთ პროდუქციის შექმნის ტექნოლოგიის შესახებ. სპეციალურად სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებისთვის მოეწყო საჩვენებელი პრეზენტაცია, სადაც იტონგის ბლოკის ხანძარმედეგობა და ყინვაგამძლეობა პრაქტიკულად წარმოადგინეს. ძალიან შთამბეჭდავი პრეზენტაცია იყო, ძალიან შთამბეჭდავი არის იტონის ინფრასტრუქტურა, რაც დღეს ჩვენ ვიხილეთ და ნამდვილად საამაყარო ესეთი იტონის წარმოება არის ჩვენს დედაქალაქში. რაც შეეხება ბიოგრაფიული მიგიჩნდეს, ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ დავიწყეთ უკვე ერთ-ერთ პროექტში იტონგის ბლოკის გამოყენება და მინდა აღვნიშნო, რომ უკვე ძალიან კარგ შედეგებს აჩვენებს, არის კიდევ უფრო ენერგოეფექტური, კიდევ უფრო ასე ვთქვათ ხანძამდეგი და შესაბამისად ეს ყველაფერი უკვე აისახება საბოლოოდ იმ ხარისხზე, რასაც ჩვენ ვცდილობთ და რასაც ჩვენ დავუკვირდით ჩვენ მობინადირებს, რომ მათ შევთავაზებთ. კომპანიაში აცხადებენ, რომ ახალი პროდუქტებისა და განახლებული სივრცის პრეზენტაცია განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპია და მიზნად ისახავს ქართულ ბაზარზე თანამედროვე ენერგოეფექტური და ხარისხიანი მშენებლობის ხელშეწყობას. იტონგი გერმანული ბრენდია, რომელიც მსოფლიო ბაზარზე 100 წელია მოღვაწეობს. თბილისში იტონგის ბრენდის ენერგოეფექტური ბლოკის პირველი ქარხანა 2021 წელს გაიხსნა, რომლის ჯამური ინვესტიცია 55 მილიონი ლარი იყო.